მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსვლელობენ, მე ასტროლოგი ტელწამყვანი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ ისევ საუბრობთ ასტროლოგიაზე, მოვლენებზე, რომელიც მოსაუდნელია ცისკაბადონზე და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი სანამ ამ ასტროლოგიურ ამ თემებზე კონკრეტიკაზე გადავალთ, ერთი რამ მინდა გითხრათ, ესე იგი მე თვითონ ვარ ცოტა გაკვირვებული და ამიტომ მინდა გაგიზიაროთ ეს ჩემი ხედვა, ესე იგი რამდენი ხანია, ნუ 25 წელია მაინც მინიმუმ მაქვს ასტროლოგიური პრაქტიკა. და ძალიან საინტერესო სხვა შორის დაკვირვება მინდოდა, მაგრამ დაკვირვებამ ვერ უშველა. სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ დავადგინე, რით არის ეს განპირობებული, მაგრამ ნუ აქამდე ამდენი წლის განმავლობაში, ესე იგი, მაინტერესებდა, აი მაგალითად მანდილოსნები და მამაკაცები. თანაფარდობა, აი ვის რამდენად დაინტერესებს ასტროლოგია და ვის რა დამოკიდებულება აქვს. ნუ ზოგადად მაინტერესებდა ახლა და ნუ ტრადიციულად წინ იყვნენ ყოველთვის ქალბატონები. ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ მათი მხრიდან ინტერესი იყო ყოველთვის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მამახა შეგადაში გაზრდილი მამაკაცებიც ჩდებოდნენ, მაგრამ ეს იყო შეგადაში, მხოლოდ მასობრივად იყო მანდილოსანთა ინტერესი. მასობრივად და ნუ მე ვხსნიდი იმით, რომ ალბათ ინტუიცია აქვს მანდილოსნებს, ინტუიცია კარნახობთ, რომ არის რაღაც კარგი, კიდე სხვა სამყარო, კოსმიური, თავის კანონზომიერებები და შემდგომ და მათ აქვთ ეს ინტუიციური დაკვირვების შეგრძნების უნარი და ალბათ ეს არის გაუწევი მიზეზი. მამაკაც ცოტა ეს ნაკლებად აქვს, უფრო ლოგიკური აზროვნება აქვს და უფრო ასე ვთქვათ ენდობა კონკრეტულ ფაქტებს დაუშვა და შემდგომ და ნუ ამით ხსნიდი. მაგრამ მინდა გითხრათ, ეხლა რაც ხდება, აბსოლუტურად აუხსნელია ჩემთვის. ან ის ხდება, რასაც მეც გესაუბრებით რაზეც, რომ სამყარო ტრიალდება საერთოდ და საერთოდ იცვლება ენერგეტიკა, ენერგოველი და ბევრი სხვა რამ, ან კიდე რაღაცა ისეთია ედუმალი, რაც მე არ ვიცი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი მაისის თვემ დაამყარა აბსოლუტური რეკორდი. წარმოიდგინეთ, რომ ამდენი მამაკაცი, მე არ მახსოვს საერთოდ ჩემთან არ მოსულან და მანდილოსნების რიცხვი იყო მინიმუმამდე დასული. ახლა აი მოკლედ რო თქვა, დავუშვათ 10 ადამიანიდან 7 იყო მამაკაცი ან 8. შეიძლება 2 იყო ან 3 კალო. ესეთი პროპორცია არც არ ყოფილა, იმიტომ რომ ამ წლის დასაწყისში მე და წინა გადაცემაში გახსოვთ გითხარით, რომ მოხდა ესეთ საინტერესო რამ, რომ აი დაახლოებით გათანაბრდა მათი, ასე ვთქვათ, რიცხვი, მამაკაცები, ქალბატონები და ნუ რასაკვირველია, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ მამაკაცების ნდობა გაძლიერდა ასტროლოგიის მიმართ, მათი ინტერესი გაძლიერდა, რაც უდაოდ მისასალმებელია და კარგია, მაგრამ აი ახლა უკვე მაისი რო შევაჯამეთ, მამაკაცებო, რეკორდსმენები ხართ, ორი აზრი არ არის, იმიტომ გეუბნებით, 10-დან ალბათ 8 მაინც მამაკაცი. ალბათ უფრო ესე იქნება და ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. იმიტომ არა მარტო აქ, არამედ სხვა შორის აი ხა გვირეკან ხშირად ემიგრანტები უცხოეთიდან იქა ძირითადად მაისში თითქმის მთლიანად ყველა მამაკაცია. ანუ ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს ურწმუნო თომების ჯგუფი, როგორც მე უწოდებდი მამაკაცებს, რაღაცა დიდი შემოტრიალება აქვთ. მათ აშკარად ასტროლოგიის მიმართ, აშკარად ეთყობა ინტერესიც გაეზარდა. ნარსთორე მოდიან ძალიან საინტერესო კითხვებით, ზოგს უკვე მომზადებული აქვს წინასწარ სანამოვა ჩემთან და ნუ ძალიან საინტერესოა. მანდილოსნებმა აშკარად დაიხიეს უკან. მაგრამ მამაკაცების ინტერესი არის აი ზღვასავით მოდის რა ტალღა რო ეთქვიან და მამაკაცები და ეს ინტერესი მე მევასალმები ამ ძალიან კარგია, მაგრამ ნუ ახლა მანდილოსნები რატო ჩამორჩნენ ასე სიმართლეთან ეს მაინტერესებს, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენი რომელ ასტროლოგიურ კანონზომიერებას ექვემდებარება ასეთი რადიკალური შეცდომა. უფრო ალბათ ზოგად სამყაროსებრ ასე ვთქვათ პრინციპებთან არის რაღაც დაკავშირებული, თუ რაღაც იცვლება ბევრი რამ სამყაროში, ამაზეც ვისაუბრებთ რასაკვირველია დღეს და პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ რახან ჩვენ ამ თემას შევეხეთ, ვინ მოდის უფრო ხშირად ჩემთან პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, მაშინ მოდით ბარემ ამშვიდოთ და ეს თემა ამოვწუროთ, ესე იგი ვისაც აქვს ინტერესი და სხვა შორის მამაკაცები კიდე საინტერესო რაღაცას იჩენან. ახლა მინდა გითხრათ, ადრე უფრო ქალბატონებში იყო ეს ამბავი, იმის მე რაც მე დავიწყე გამოცხადება, რომ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით ფეიკებია ბევრი, ხალხს ატყუებენ, ესე ადვილად არენდო და მხოლოდ ამ ტელეფონით დაარეკეთ, რომელსაც მე ვაცხადებ ჩვენს გადაცემაში. ნუ მანდილოსნები იყვნენ თავიდან ძალიან ყურადღებიანები და გადამოწმების პრინციპი ჰქონდათ. ეხლა მამაკაცები ამაზე არ იწუხებდნენ თავს. ახლა საოცარი იყო რა, მარტო მაისის თვეში ალბათ 10 მამაკაცი მაინც იყო მინიმუმ, ვინც ესე იგი მათ შორის საზღვარგარეთ ინაზო რეკავდნენ, აუცილებლად ითხოვდნენ, რომ
ჩემთან ლაპარაკი ყოფილიყო, რომ მათ გაიგოთ ჩემი ხმალ დადასტურება მიიღოთ, იმიტომ რომ ამ ნომერზე რეკავენ, რომელსაც მე ვაცხადებ, მაინც დადასტურება უნდათ ხმის, ეს ნამდვილად ასეთ სიფრთხილე, ესეც ალბათ მისასალმებელია. ადრე არასოდეს ეს რამ არ ყოფილა, მოკლედ მინდა გითხრათ გაგიზიაროთ, რომ აი ეს რაღაც სიახლეები წამოვიდა აშკარად და ალბათ შემთხვევით არ არის, იმიტომ რომ ადრევე თქვით ჩვენ როგორც 25-26 იქნება ძალიან დიდი ცვლილებების პერიოდი და ამ კუთხითაც ეს ცვლილებები თვალშისაცემია. ნუ ყოველ შემთხვევაში რადგან ამ თემას შევეხეთ, მოდით აღნიშნოთ, რომ ვისაც აქვს ინტერესი პირადი ჰოროსკოპისადმი და ეს ინტერესი ახლა კიდევ ხომ მამაკაცებში ორჯერ მეტად არის ახლა გაზრდილი ვიდრე მანდილოსნებში, აი მათ გასაგებად მინდა ვთქვა, ესე იგი შემეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599-91-52-38. ვიმეორებ 599-91-52-38. ეს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია, შევადგინოთ თქვენი პირადი ასტროლოგიური ჰოროსკოპი და ვნახოთ რისთვის მოხდით ამ ქვეყნად, რა კოსმიური მისია გაქვთ, რა გზა უნდა გაიაროთ, რას არაკეთებს სწორად, რა უნდა შევცვალოთ, როგორ, რა პერიოდებია კარგი, ცუდი ქორწინებისთვის, რომელი პარტნიორია კარგი, ცუდი, ქვეყნები, დადებითი უარყოფითი და შემდგომ რათა ვიყოთ გაფრთხილებული, ანუ შეერაღებული. რომლითაც ახლა პარადოქსული სიტუაცია იყო, კიდევ რამდენიმე მოვიდა დედა და მოიყვანეს შვილი. და შვილები ვინ იყვნენ? ძირითადად ბიჭები. ერთი იყო მარტო გოგონა, დარჩენა ყველა ბიჭები. აი ესეც საინტერესო ხო, აქაც მამაკაცთა ასე ვთქვათ ეს ინტერესი ძლიერდება. ნუ ყოველ შემთხვევაში შეგვეხმიანეთ, მე ხა მზად ვარ ყველას მომსახურო, მანდილოსნები იქნებით მამაკაცები, ყველასთან მიხარია ურთიერთობა. შეგვეხმიანეთ ამ ტელეფონის ნომრით, გავაკეთოთ თქვენი პირადი რუქა და მივცეთ თქვენ ცხოვრებას ახალი იმპულსი განვითარებისა, წინსვლისა და წარმატებისა. ეხლა რაც შეხება დღევანდელ ჩვენ თემას დავუბრუნდეთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს ივნისი წინ ხო, რეალურად დაიწყო ივნისი და ყველა ბავშვებს ულოცავთ დღევანდელ დღეს, ბავშვთა დღე არის დღეს მოიხსენებათ 1 ივნისი და ჯანმრთელები იყვნენ პირველ რიგში და ჭკვიანები და სულიერად განვითარებული და კეთილები და წარმატებულები თავისთავად. და რაც შეეხება ახლა უკვე თვითონ ივნისს, მინდა გითხრათ, რომ ამ წლის განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული თვეა. აი ახლა უკვე 6 რიცხვის შემდგომ დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში, ამიტომ ახლა თუ რაღაც გაქვთ კიდე განზრახული მოლაპარაკება, ახალი იდეა პროექტის დაწყება, მნიშვნელოვანი დაუშვათ საკითხების განხილვა, მოლაპარაკება და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი ჯობია ახლა ის სადღაც 6-7 რიცხვამდე მოასწროთ. იმიტომ რომ მერე უკვე დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის და ნუ მოდი ესე ვთქვათ ფართო დიაპაზონით 6-დან 26 რიცხვამდე. აი ეს პერიოდი იქნება ყველაზე რთული, დედამიწა აქ უარყოფით ენერგოველშია, მაგრამ განსაკუთრებული პიკი მოდის უკვე პერიოდიდან, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9-10 აი ესე ივნისიდან და სადღაც 22 ივნისამდე. აი ეს არის ყველაზე პიკური რთული სიტუაცია, თუმცა უფრო ფართო დიაპაზონით 6-დან 26-მდე. აი აქ დედამიწა სულ უარყოფით ენერგოველშია, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს წნევის პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები ამ პერიოდში, დაპირისპირებები, კონფლიქტები, უფრო მეტად შეიძლება იყოს ტექნოგენური და ეკოლოგიური კატასტროფები, აქ შეიძლება იყოს მიწისძვრები, ვულკანებმა შეიძლება ეჩინონ თავი, განსაკუთრებით აი დაუშვათ აზიის ქვეყნებში, ასევე უფრო მეტად ესეთი ტექნოგენური კატასტროფები მოსაოდნელი აზიის ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთში, აი აქ უფრო მეტად თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას ეხება ეს, მაგრამ მთლიანობაში ასე ყველა ამ ხრივაც იქნება საერთო დაძაბულობა, მოდი ასე ვთქვათ. ამის გარდა კონფლიქტური სიტუაცია. ახლა იქნება ყველაზე დიდი სირთულეები, ბრძოლები, ომები, მათ შორის უკრაინის ფრონტზე და ამ შემდგომ სიტუაციები სერიოზულად დაიძაბება ქვეყნებს შორის. აი ეს ყველაფერი სწორედ ამასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ვეცადოთ, რომ ივნისიც მაქსიმალურად ყურადღებით ფრთხილად გავიაროთ. აქ არ ავყვეთ პროვოკაციებს და მაქსიმალურად ვაკონტროლოთ საკუთარი ემოცია. და ხა ეს აღნიშნავს ვაფერ ვაკეთოთ, რას უყურია საქმეც უნდა გავაკეთოთ, ურთიერთობაც უნდა გქონდეს, უნდა გავიხაროთ კიდეც და შემოქმედებითად ვიმუშაოთ, კი ბატონო, ეს ყველაფერი როგორც იყო ისე გრძელდება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სკივა, იმიტომ რომ აქ ბევრი იქნება ადამიანი ეგზალტირებული, ძალიან დიდი იქნება აქ ტოლვა
პროვოკაციებისადმი, კონფლიქტებისადმი, ხა ნუ დაგავიწყდებათ, რომ შავი მთვარე გადის ახლა წლის ბოლომდე რეალურად მორიელი ზოდიაქოს. ამიტომ ბოღმაში ორი წყენა, სამაგეროს გადახდის სურვილი, უკონტროლე ჭიანობა, აგრესია, ძალადობისა, ეს ყველაფერია გაძლიერებული და მეთქოს დედამიწა ორგულშია. ეს ორმაგად ახდენს ზეგავლენას ამ მოვლენებზე და ამიტაც არის ეს ყველაფერი განპირობებული. ამის გარდა, აი შუა პერიოდში, რომ ჩვენ ამუშავებთ შუაგული ივნისი, რომელიც ყველაზე რთული და ცხელია, არა ტემპერატურის კუთხით, იმდენად რამდენადაც აი ურთიერთობების და მოვლენების კუთხით, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან რთული დაწებული ურთიერთობები პლანეტებს შორის, ორი დიდი პლანეტა, იუპიტერი გამორჩევის და დამსჯელი სატურნი. მათ შორის 90 გრადუსიანი კვადრატურა. ძალიან ცუდი ურთიერთობა დგება. ნუ როცა ესეთი რაღაცა ხდება, აქ ყოველთვის არის სერიოზული კონფლიქტები, აქ არის მათ შორის სოციალური სირთულეების გაღვივება, აქ არის ძალიან ბევრი ხელმძღვანელი პირი, დატოვებს თავის თანამდებობას და დიდი ცვლილებები ზემაღალ სტრუქტურებში ამოსაუბრებელი და კიდევ ასევე ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული დაძაბული ურთიერთობა ორ ბოროტ პლანეტას ურანსა და მარსს შორის. აი აქაც რას ქვია მოულოდნელი კონფლიქტები, მოულოდნელი აგრესია, მოულოდნელი დაძაბულობა, ეს ყველაფერი შეიძლება უცებ გამოვლინდეს ურანი მოულოდნელობების მოხსენებად მართვალი პლანეტა. ამიტომ ცოტა ვიყოთ ყურადღებით, ხილად ახლა მეტუმეტეს ადამიანი დაუშვათ ზეგავლენის ქვეშ არის, მათ შორის ალკოჰოლის და შემდგომ, მისგან ასეთ დღეებში ყველაფერი მოსაუდნელია ამ პერიოდებში. ამიტომ მაქსიმალურად იყავით ყურადღებით, ხილად, ასე ვთქვათ, პროვოკაციებს არ აყვეთ და მაქსიმალურად ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოცია. თუ არის საშუალება რაღაც სიტუაცია დაძაბული და იმას გაეცალოთ, იქნება ალბათ უკეთესი რომ პერიოდში ამასაც გავეცალოთ. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ამ კვირის განმავლობაში სადღაც, ნუ ყოველ შემთხვევაში 6-7 რიცხვამდე კვირის ბოლომდე ჯერ კიდევ არის პოზიტიური შანსები და შესაძლებლობები ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის და შეგვიძლია რას ვქვილა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ესე იგი, ძირითადი დაძაბულობა იწყება უკვე 6 რიცხვის შემდგომ. აი სადღაც უკვე შაბათ-კვირიდან ნელ-ნელა გამვითარდება. იქამდე კი პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი. მათ შორის მაგალითად ბერძებისთვის აქტიური პერიოდია. მათ შორის მაგალითად ეს ის პერიოდი, როცა უფრო თანმიმდევრულად მოქმედებ და გაწყვეტილებაც უფრო თანმიმდევრულად არის მიღებული თქვენი მხრიდან. სხვათა შორის აზრს ითვალისწინებთ, რაც არ აკეთებს სხვა დროს. და სხვა შორის ესეთი აზრის გათვალისწინება იქნება დროული, სწორი და კარგი. ამასთან ერთად ზოგიერთ სიტუაციები ნელ-ნელა იღებენ აქ იმ ძალას, ენერგიას, რომელს თქვენ ეს გინდათ, გსურთ და მნიშვნელოვანი პერიოდია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, კონტაქტების დროა. ვერძებო, ესე შეიძლება ვთქვათ. სხვა შორის მოგზაურობის კუთხით, ნუ პრინციპში ამ კვირის ბოლომდე ამ ხრივაც ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ არის ცუდი სწავლისთვის, შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძიოთ, მიიღოთ, პარტნიორული თანამშრომლობაც უფრო მეტად სასიკეთო წარიმართება მთლიანობაში. მოდი ვთქვათ, კვირა კარგია და თან ენერგოტონუსი მაღლდება თქვენი, ჯანმრთელობა გემატებათ, განწყობა უმჯობესდება, უფრო ენერგიული ხდებით, რაც პრინციპში გაძლევს საკმაოდ კარგ შანსებს, პერსპექტივებს ამ კვირის განმავლობაში. ოღონდ მოდით ახლა ესე ვთქვათ, ნუ შენ კი თქვით 6-ის მერე, მაგრამ ნუ 7-8 შაბათი კვირა ცოტა შეიძლება დაისვენო და შემდგომ და ნაკლებად იგზნოთ ეს, მაგრამ უკვე აი შემდეგი კვირიდან უკვე ამ ნეგატიურ ტენდენციებს უფრო მეტად იგზნობთ. ეს ყველა ნიშანს ეხება. რაც შეეხება კუროს, აი კუროს ერგოტონუსი პირიქით ნელ-ნელა იწყებს შემცირებას. ამიტომ ახლა ნუ გადაიღლებით. მეცეთ საკუთარ თავს ცოტა მეტი დასვენების საშუალება, რაც აუცილებელია ის, რაც უკვე გააკეთეთ ამ კვირაში, იმიტომ რომ შემდეგ კვირა კიდევ უფრო დაძაბული იქნება თქვენთვის. ამიტომ ესე იგი გარკვეულწილად გაქვთ რაღაც სურვილები, აი ხა შეიძლება კიდე აქტივაცია ამ პირადი, მათ შორის სურვილებისა, საოჯახო კავშირებისთვის ეს პერიოდი კარგია. ამ ხრივ გარკვეული შესაძლებლობები დადებითი იქნება. ამასთან ერთად ადრეული საქმეებიდან შეიძლება აქ მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, რაც უდავოდ ძალიან გააუმჯობესებს თქვენს განწყობას და ემოციურ მდგომარეობას და აქ აუცილებლად მნიშვნელოვანი ერთგულება თქვენსა და დაუშვათ პარტნიორებს შორის, გინდათ საქმიანი, გინდათ ბიზნეს, გინდათ პირადი ერთგულების ფაქტორი ბევრად განაპირობებს საერთოდ თქვენ შინაგან სტაბილურობას. ვიმეორებ, შემდეგი კვირა გაცილებით უფრო რთული იქნება თქვენთვის, ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხია, პროექტია, მოლაპარაკება, ეს ყველაფერი ჯობია ამ კვირაში დაასრულოთ.
რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით აუდეულებს, მთავარი ფავორიტია რასოკვირია ტყუპები, სანამ დაიწყება შემდეგი დართული პერიოდი ტყუპებო ამ კვირაში მოასწარეთ მაქსიმუმი. მნიშვნელოვანი გეგმები, პროექტები, ჩვენი მოლაპარაკებების შეხვედრები, მოგზაურობები და ეს ყველაფერი ამ კვირაში ჯობია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი მატულობს, ეს ნიშანი რომ თქვენ მეტად შრომის ნარიანიანების კופიანი, აქტიური, ენერგიული, ოპტიმიზმი მატულობს მასში და გაქვს სურვილი რომ იყოთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში კომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაცია მიიღოთ შეხვედრები მეგობრებთან დაუშვათ ან საქმე ან პარტნიორებთან იქნება ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული აქ შეგიძლიათ გარეგნული იმიჯით შეიცვალოთ გარკვეულწილად როგორც ლიდერმა ხელმძღვანელმა ორგანიზატორმა წარმოაჩინოთ თქვენი კარგი მონაცემები აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა საჭირო უშიშარი მებრძოლის სულისკვეთებას გამოავლინოთ გონება მახვილობასთან ერთად რაც ერთიორად გაზრდით თქვენს რეიტინგს და წინსვლის პერსპექტივებს. რაც შეეხება ტყუპების შემდგომ მოდის უკვე კირჩხიბის ზოდიაქო მოიხსენებათ. კირჩხიბებო, კარგით, ამ კვირაში დავუშვათ, გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი, კიდე მოსაგვარებელი საქმე, დასამთავრებელი და ასე შემდგომ მოასწარით ამ კვირაში. მართალია უკვე უნდა გითხრათ, რომ ერგოტონუსი თქვენი უკვე მცირდება, ამას იგრძნობთ, რომ უფრო ადვილად იღლებით, მეტი დრო გჭირდებათ გამოსაძინებლად და ამ შემდგომ და ფსიქოემოციურ არასტაბილურობა უფრო მეტად იჩენს თავს. ამას უკვე აშკარად იგრძნობთ, ანუ არა სასიამოვნო კოსმობიოლოგიურ ენერგიებს, რაც ფსიქოემოციური მეორე განწყობის შეცვლას და ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების გამწვევებას შეუწყობს ხელს. ამას უკვე იგრძნობთ, მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო გართულდება შემდეგ კვირას. ამიტომ ამ კვირაში თუ კიდე არის რაღაცა შანსი, შესაძლებლობა რაღაც საკითხი მოაგვაროთ, რაღაც მოლაპარაკება აწარმოოთ, რაღაც დაუშვათ საქმე წინ წაწვიოთ, კი ბატონო, ამ ხრივ გამოიყენეთ. ოღონდ უფრო მეტი სიფრთხილით, მეტი წინდახედულობით. რატო? იმიტომ რომ ფარუმტრებს უკვე არ წინავთ. თქვენ საწინააღმდეგოდ უკვე აგორებულია. ფარუმტერთა ჭორების, ინტრიგების, მოშორნეების კონკურენტების ასე ვთქვათ ზემოქმედება, ავტომენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, არაფერი ახალი ახლა გრანდიოზული და სარისკვარი ჯობია არ გააკეთოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ და მშვიდი ცხოვრებისულ რითმით უკვე იცხოვრეთ, რათა რამე სახის პრობლემებში და სირთულეებში არ აღმოჩნდეთ და ნელ-ნელა მოემზადეთ. აი მოსამზადებელი კუთხით პერიოდი არ არის ცუდი. მოემზადეთ რისთვის? თქვენ იცით რომ უკვე შემდეგ კვირიდან ძალიან მშვენი მოვლენა ხდება თქვენ ცხოვრებაში. გამარჯვების მმართველი პლანეტა ობიტარი გადადის 1 წლით კირჩხიბში. ანუ თქვენ ხდებით თავარი ფავორიტი. ოღონდ ამას ჯერ ვერ იგრძნობთ. ეს ჯერ სანამ შევა თქვენ ზოდიაქოში, სანამ რო თქვენ სიჩქარეს აიღებს და სანამ კიდევ თქვენ გაევლით ამ დაავადების წინ რთულ პერიოდს, სადღაც უკვე 20 რიცხვის შემდგომ ივნისის უფრო იგრძნობთ, რომ თქვენ თანდათან ხდებით მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნებში. იქამდე შეგიძლიათ ახლა რაღაცა დასახოთ, რაღაც დაგეგმოთ, ოღონდ ამას ზედმეტ არ ლაპარაკობთ. და 20 რიცხვის მერე დაიწყება უკვე აი ამ დასახულის მომზადებულის კონკრეტული რეალიზაცია. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება ერგოტონუსს თქვენ არ უჩივით, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, იმუნიტეტი მაღალი აქვს. ეს პერიოდი გაძლევს საშუალებას, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, წარმოაჩინოთ ლიდერული ორგანიზებული თვისებები, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ რადგან ცოტა რთული ტენდენციების პერიოდია უკვე აქ სამყარო მოგიწყობთ გარკვეულ გამოცდებს. იმაზე თუ რამდენად სტაბილური და სანდოა თქვენი ურთიერთობები, მაგალითად კოლეგებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, ასევე მეგობრებთან. ამიტომ რამდენად სწორად წარმართავ და სტაბილური იქნება ეს ურთიერთობა, მით მეტად აბარებთ ამ გამოცდებს და მაგრამ ეს თუ აქ უკვე აირია ეს სიტუაციაზე, თქვენ ამ გამოცდებს ვერ აბარებთ და რაღაცა სწორად არ აკეთებთ. და აღნიშნოთ ისიც რომ აი ლომები ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით უკვე ვინც სადღაც დაბადებულია აგვისტოს ბოლო 10 დღის განმავლობაში აი ისინი უფრო მეტად იგრძნობენ რომ აქ ნერვული მოდი ასე ვთქვათ აღზნებადობა, გაღიზიანება, რომლის გადადის დრო აგრესიულობაში მეტად იქნება თვალშესაცემი თქვენს ხასიათში. და სხვა შორის ძალიან ბევრი რამ გაგაღიზიანებთ თქვენ ირგვლივყოფ ადამიანების მოქმედებიდან, სიტყვებიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში ამიტომ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ინიციატორი კონფლიქტებისა, ან ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთობების გაწყვეტისაც კი. ამ ხრას ვიყოთ ყურადღებით, თუმცა
შემდეგ კვირა ამ ხრივ კიდევ უფრო რთულია. სამაგერად ამ კვირაში თქვენ გაძლევათ საშუალება იყოთ რეფორმატორი. რაღაც ახალი მოიტანოთ, ახალი იდეა, პროექტი, მეთოდოლოგია, ახალებური ურთიერთობები, დაუშვათ სპონტანური აზროვნება და ორიგინალური გადაწყვეტა საკითხებისა, ინტერნეტთან ურთიერთობა იქნება კარგი, ნაყოფიერი, მეგობრული კონტაქტები რაც უფრო იქნება სტაბილურობით მეტად მათი თანადგომა მეგობრობის იქნება დროული და საკმაოდ კარგი. ანუ აქვს ამ კვირა საკმაოდ კარგი პერსპექტივა, მაგრამ ის ნეგატივები რაც უკვე ჩდება, ვიღოთ მათ მიმართ ყურადღებით, განსაკუთრებით უკვე ამის შემდეგ კვირაში ეს კიდევ უფრო მეტ გამძაფრდება. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, ჯერ კიდევ ეს კვირა ინარჩუნებს რას? მაგალითად თანამშრომლობის კარგ უნარს. აქ შეგიძლიათ ისე პარტნიორული თანამშრომლობა, კოლექტიური ძალისხმევაში ჩაერთო და არ იქნება ცუდი, მაგრამ შემდეგ კვირიდან ის უკვე იქნება ყოველივე ცუდი. ამასთან ერთად უფრო ნაყოფიერი კონსტრუქციული პერიოდია, ვიდრე შემდეგი კვირა. დავნიშნოთ, რომ ერთობლივი თანამშრომლობა აქ მოგცემთ მატერიალურ დივიდენდებსაც, ახალი პროექტების ჩამოყალიბების, რეალიზაციის შესაძლებლობას, პროფესიონალურად განვითარების შესაძლებლობას, და უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ ხელმძღვანელებთან, ორგანიზატორებთან, დავუშვათ რაღაც ღონისძიებებისა, მით მეტად წახვალ წინ, მათ შორის პროფესიონალური კუთხითაც. მაგრამ ჯანმრთელობა ნელ-ნელა სუსტდება. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ გადაღლის გარეშე იმოქმედეთ, რაც საჭიროა გააკეთოთ, ოღონდ ნუ გადაიღალებით, დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. აი შემდეგი კვირიდან უკვე დაღლაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, იქ უფრო მეტი სირთულეებია მოსაუდნელი. რაც შეეხება სასწორის ჰაერისტიკის წარმოადგენელ ნიშანს, აქტიური პერიოდია, უდავოდ ერგოტონუსი, მატლოსლებით უფრო აქტიური, კომუნიკაბელური, უფრო გონებამახვილი, ეს ყველაფერი კარგია და მათ შორის სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდია. მაგრამ ამასთან ერთად იყავით ყურადღებით, აი განსაკუთრებით კვირის ბოლოსკენ და უკვე შემდეგ კვირაში. აქ უკვე პარტნიორული ურთიერთობა გადის გარკვეულ გამოცდებს თქვენი მხრიდან. რაოდენ ისინი ან თქვენ ერთმანეთზე როგორ იმოქმედებთ იდეოლოგიური, სოფხედულური კუთხით. აი ამას გარკვეული გამოცდის წინაშე დაგაყენებს სამყარო ამ სფეროსთან მიმართებაში. მაგრამ ეს კვირა ჯერ კიდევ კარგია რისთვის, რომ გამოვიდეთ ინიციატივა, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმა, ორგანიზატორმა კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, მონაცემები და ამით გაზარდოთ თქვენი ავტორიტეტი. ასევე ძალიან კარგია იმისთვის, რომ გაარკვეთ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, რელიგიურ, იდეოლოგიურ საკითხებში და სწორად იაზროვნოთ ამ კუთხით. ამასთან ერთად მგზავრობა, უცხოეთში, უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, უცხოენების ათვისება, უცხოელებთან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა მეტად სასიკეთო ელფერს მიიღებს. შემდეგ კვირა ამ კუთხით იქნება ასევე უფრო ცოტა რთული გაითვალისწინოთ. მორიელის ზოდიაქოს რაც შეეხება, ნუ მოდი ეს ვთქვათ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ამის გარდა თქვენ სრული ყოფ ადამიანებში რაღაც ცვლილებები ხდება. აი შეიძლება ასევე თქვენ აღმოჩნდეთ ახალი ვალდებულებების, ახალი საქმის წინაშე, რაც დამატებით ცოდნას ითხოვს, რაღაც იმ ჩვეულებებს, რომელიც შეიძლება თქვენ ჯერ არ აგაქვთ, ასათვისებელია. ანუ მოდი ამშვეთ, რომ თქვენ სრული სამყარო რაღაც იცვლება, განახლება ხდება და ამას გრძნობ და თქვენს მოგიხდება სწორედ ამ განახლების ტემპისადმი ფეხის აღულა, რათა არ ჩამორჩეთ. დროული ადაპტაცია მოახდინოთ, განვითარდეთ როგორც სულიერ, ასევე პროფესიონალურ კუთხით. სხვანაირად ჩამორჩებით ამას და მერე პრობლემებს დაებევთ. ენას კვილი დააჭერეთ, საიდუმლოდ დაიცავით, იმოქმედეთ თხილად წინ დახედულად, რათა აქ შესაბამისად არ დაუშვათ. თუ გაქვთ ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა და ერთობლივი ფინანსებთან არის ეს თანამშრომლობა დაკავშირებული, აუცილებლად აკონტროლეთ პარტნიორის მიდგომა საერთო ფინანსებისადმი, რათა აქ გადახარჯვას ან არასწორ ხარჯვას არ კონდეს ადგილი. რაც შეეხება ამ შვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ ენერგოტონუსი თქვენ გემოტებოთ პირიქით. ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, პარტნიორული თანამშრომლობაც საკმაოდ ნაყოფიერია, შეიძლება ახალ პროექტებში ჩაერთოთ, ახალი იდეები განახორციელოთ. დავნიშნოთ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა. გინდათ ბიზნეს საქმიანი, გინდათ პირადი ურთიერთობა, თუ ეს ურთიერთობა არის სტაბილური, თქვენი საქმეც წავა სტაბილურად. მაგრამ თუ აქ აირია სიტუაცია, რაღაც საკონფლიქტოა, გაუგებრობებია დაპირისპირება, მაშინ თქვენი საქმეც პრობლემების და უსიამოვნების წინაშე დადგება. ეს გაითვალისწინეთ. ამასთან ერთად შეიძლება ახალი პარტნიორებიც გაჩნდნენ საინტერესო იდეებით, რომელმაც შეიძლება რაღაც პოზიტიური ცვლილებებით შემოიტანონ თქვენს ცხოვრებაში. ამავდროულად ძველი დაუშვათ ვალდებულებები ან ძველი მოლაპარაკებები, რომელიც გქონდათ
და ეს ყველაფერი ცოტა შეზღუდავს. აი მახალ შემოქმედებით ან საქმიან შეიძლება კავშირებს, რომელიც ახლა ამ პერიოდში შეიძლება ფორმირების წინაშე დადგეს. და ამან ცოტა ასე ვთქვათ დაგაბრუნოთ ისევ ძღოლ საკითხებთან. აი ეს ტენდენცია არის. ნუ მთლიანობაში ამან შეიძლება ცოტა კონფლიქტები გამოიწვიოს. და აღნიშნოთ რომ კონფლიქტებს ჯობია მოვერიდოთ, იმიტომ რომ ეს საგრძნობად ცუდად ნეგატიურად ემოქმედებს თქვენს ავტორიტეტს. რაც შეეხება თხის გას, პირველ რიგში დისკომფორტს უკვე იგრძნობთ ამ კვირიდან, მაგრამ შემდეგ კვირიდან მეტად, იმიტომ რომ თავშოთ საქმეებშიც კი ცოტა მეტად შეიძლება დაისადგუროს ქაოსმა. ისე როგორც ურთიერთობებში გაუგებრობებმა, ცოტა სტაბილურობა უკვე მცირდება და ამას თქვენ გრძნობთ, რაც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს განწყობაზე. თუმცა ეს კვირა ჯერ კიდევ შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტიურად, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს ხელს უწყობს მათ თანადგომას და უფრო მეტად ხელს უწყობს თქვენს საქმეან და კარიერულ წინსვლას და განვითარებას. მაგრამ თუ რაღაცა გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხი, საქმე და შენგო ეს ყველაფერი ამ კვირაში დაასრულეთ, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან უნდა გადახვიდეთ ძალიან მშვიდ ცხოვრების რიტმზე, იმიტომ რომ იგი გაცილებით უფრო დაძაბავს თქვენს ერგულის სიტუაციას. მერწყულის ზოდიაქოს რაც შეეხება, შინაგანი პოტენციალის მოდეს ვთქვათ, გამოსავლენად, თქვენი ნიჭის უნარის რეალიზაციისათვის, თვითგამოვლენისათვის, საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად, გავლენის სფეროს გასაფართოებლად, მათ შორის პარტნიორების, კოლეგების, ახლობლების წრეში, აი ეს ყველაფერი აქ მოსაოდნელი ამ ხრივ პერიოდი ძალიან კარგია. ამასთან ერთად თქვენ დიდად ესიაუნებთ თქვენი წარმატებებით, მოემართოს თქვენი პოპულარობა, თვითრწმენა, პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად სასიკეთო, როგორც პირადი, სხვა შორის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და კვირა ქორწინებისთვის, სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, როგორც ორგანიზატორი, კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და სხვა შორის შვილებთანაც ურთიერთგაგება მატულობს. კონკურსებში, ლატარებში, კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეიძლება ფრიად წარმატებული აღმოჩნდეს თქვენთვის. თლიანობაში კვირა კარგია, მოასწარეთ აქ მნიშვნელოვანი საქმეების, საკითხების მოგვარება, მოწესრიგება, რეალიზაცია, იმიტომ რომ შემდეგ კვირა იქნება უფრო დაძაბული. და თევზების ზოდიაქოს რა შეეხება, ზოგიერთი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას, გარკვეული ოჯახთან დაკავშირებული, ცოტა შეიძლება გართულდეს ურთიერთობა, მაგალითად იგივე ახლობლებთან, ამიტომ აქ ცოტა მეტი ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია გმართებთ ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება შეიძლება თანდათან უკვე, იქით კვირაში ეს უფრო თვალსაცემ იქნება, მაგრამ ზოგიერთ თქვენთაგანი უკვე ამ კვირის ბოლოსკენ იგრძნობს, რომ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემები წარმოიქმნა, კაპუჩდა სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, რაღაც სხვა სახის და ეს დაკავშირებული იქნება რეგულარულად დამატებით ფინანსებთან, დროსთან, ენერგიასთან, ეს ყველაფერი წუწუნის გარეშე ჯობია შეასრულოთ, რომ ამ წუწუნმა კიდე დამატებითი პრობლემები, კონფლიქტები არ შემოიტანოს და თქვენი ფსიქოემოციური არასტაბილურობა არ გამოიწვიოს და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, როგორც შვილებთან, ასევე ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან, იმიტომ რომ აქ ურთიერთობების გაუარესება კიდევ მეტად გაუარესებს საერთოდ თქვენ მათ შორის საქმიან შესაძლებლობებსაც. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპროგნოზი ამ კვირის განმავლობაში და ახლა მოდი ავშოთ ცალკეული დღეები ამ კვირისა, ხვანდელი დღე ეს არის 2 ივნისი. ხვალ შაბათს გეომაგნიტური გვაქვს დღე და გეომაგნიტურია ZZ 3 დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, 2, 3, 4 ივნისის დღეები. ხა როცა ZZ მოყვება ესე დღეები, გეომაგნიტური ერთმანეთს ეს ითხოვს ცოტა ყურადღებას, მithumetes თუ ხანდაზმულები ყავთ სახლში, ან ვინც ძალიან რეაგირებს ამ მათ შორის მეტეო ცვლილებებზე და ამიტომ წნევას მიაქცეთ ყურადღება თუ რაღაც დისკომფორტს გზნობ, თავის ტკივილს და შემდგომ და წნევის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. რათა გვერდიაუროთ ამ გეომაგნიტურ გამოვლინებებს და სწორად მაშინ უკეთ როცა იგრძნობთ თავს, უკეთესად იმუშავებთ და უფრო მეც გააკეთებთ. ახლა ხვალდელ დღეს რაც შეეხება ორშაბათს და სამშაბათს, გასცემთ შეუსრულებელ დაპირებებს. სამაგერად ორშაბათი კარგია კონტაქტებისთვის, ლოცვისთვის, სამსჯარო კვლევითი საქმიანობისათვის, პარტნიორთობებში იქნებით ზედმეტად პედანტი, მეწრულმანე ზედმეტად პირდაპირი. გამოიყენეთ ცოტა იუმორი მათ შორის. და უნიშნოთ რომ ჯანმრთელობის კუთხით ხვალ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა. ოპერაციების ჩატარება მეთამერთებაში ხვალ არ იქნება სასურველი, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. სხვა შორის ხვანდელი დღე კარგი ასევე დალაგება დასუფთავებისათვის და კიმწმენდისთვის. პოზიტიური ხვანდელი დღე მორიელის და თხისქა ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება
ემთხვევა უკვე 3 რიცხვს, 3 ივნისი, სამშაბათი დღეა, ეს გეომაგნიტურია. აქ დააფასებთ სათანადოდ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. პარტნიორულ ურთიერთობებში გამოვლეთ მეტი ყურადღება, ტაქტი, მზრუნველობა, ნუ იქნებით მეტად კრიტიკული, მეწრომანე, ზედმეტად პირდაპირი და სხვათა საქმეებში ნუ ჩაერევით სამშაბათს მათი თხოვნის გარეშე. ჯანმრთელობის აქაც ხოჩვის დალაგება და სუბტაებისთვის, კინწვენდისთვის სამშაბათიც კარგია, ხოლო ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სამშაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია სამშაბათი კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 4 შაბათი ეს უკვე 4 ივნისია, ასევე გეომაგნიტურია ეს დღე და აქ მიაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. დღეს 15 საათიდან 13 წუთიდან 17 საათამდე 40 წუთამდე გასტანს იგი. აი ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებს, შეიძლება გახდეს ამ პერიოდში ამ შედეგად არასასურველი ტრავმების და ავარიების მიზეზი. ამიტომ მცხოვრებს, ქვეითად მოსაუბრლებს ამ დროს ჭირდებათ ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე. და 4-ში 4 შაბათს საზოგადოებრივი ვალდებულებების შესრულების დღეა, მოდი ასე ვთქვათ, და ამ ვალდებულებების შესრულებას ნუ გაიქცევით. კარგია აქ, მოდი ასე ვთქვათ, კარის თავზე, სიუხვისა და დოვლათისთვის ნალის ჩამოკიდება. ოღონდ ნალი უნდა იყოს სწორი. აი წარმოიდგინეთ, ეს მას აქ ნახრეთი ხო, შუაში, აი ზოგი კიდებს ესე, რომ ეს ნახრეთი არის ბოლოში, ნუ აქედან ასე მოდის, ხო? არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ მთელი დოვლათი რომ ჩიკნით გროვდება, მე გამოვაქვევით და დაგეკარგებათ. პირიქით უნდა იყოს ეს, ასე ვთქვათ, გახრეტილი ადგილი, ცარიელი უნდა იყოს ზევით, რომ რაც შეიძლება მეტი სიუხვე, ბარაკა ჩავიდეს ამაში და ამან გააძლიეროს თქვენი ოჯახები. აი ამას მიაქციოთ ყურადღება, რომ ნალი სწორად უნდა იყოს ჩამოკიდებული. პარტნიორულ ურთიერთობებში 4 შაბათს ნოესწრებით პარტნიორით მანიპულირებას და მისი სისუსტეების გამოყენებას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, აქ სუსტება, კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაწლავთა სისტემა, ყელი და თირკმელების ზონა. პოზიტიურია 4 შაბათი ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. სანამ აქ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, პირობში კიდევ მინდა შევახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალების მთელი ჯგუფი, ნუ აი პირველი არის შენი ჰოროსკოპი. აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, მათ შორის მიმართულება დაკარგული მთვარის შესახებ, სიცხრილები და ასე შემდგომ. აქ არის მაგალითად ასე ყოველთვიური ასტროპროგნოზები წლის ბოლომდე თითოეული ზოდიაქოს ნიშნებისათვის. ამის გარდა ეცით რომ არის კიდევ დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, უბრალოდ ჰოროსკოპი და ორივე გაყიდვა შეთავისთავად. ამ დიდ ჟურნალში ჰოროსკოპში ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი 2025 წლისა, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი, აღმოსავლური დასავლური ზოდიაქოს ნიშნებით, ასევე აქ ჩვენ გვაქვს გეომანტია დედამიწისა გრაფიკული გამოსახვით, რა მდგომარეობაშია, რომელ თვეში და რას ნიშნავს ეს. რას უგადის საზოგადოებას. აქ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მთვარის პროგნოზები და შეგნით იცით რა გელოდება, თქვენ გელოდებათ შეგნით მთელი წყება კალენდრების, აი მაგალითად პატარა კალენდარი ჯიბის, რომელიც შეგიძლიათ ჯიბეს ჩაიდოთ, აქ გათვლილია წლის ბოლომდე ყოველ თვე დადებითი და უარყოფითი დღეები, ახალი მთვარე, სავსე მთვარეობა, მათი მნიშვნელობები. აქვე გვაქვს ჩვენ ასევე ბიზნეს შემოქმედებითი ასტროკალენდარი და სამდიცნო ასტროლოგიური, სადაც აღნიშნულია მაგალითად ის დღეები, როდესაც თუნდაც არ არის სასურველი ამა თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებით ოპერაციის ჩატარება და ასოქელია დიდი საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, რომელიც 1998 წლიდან გამოდის, ანუ წინა საუკუნიდან ჯერ კიდევ და აქაც გვაქვს უკვე 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, მათი მნიშვნელობები და თითოეულ ოჯახის წევრს შეიძლება აქ შეუძლიათ რომ გაეცნოს მისთვის სასიკეთო დღეებს და ამ დღეებში დანიშნოს მნიშვნელოვანი შეხვედრა, მოლაპარაკება, პროექტი, ბინის ყიდვა, მოგზაურობის დაწყება და შემდგომ და უარყოფით დღეებზე ამისგან თავს შეიკავებს. ეს ორივე ჟურნალი ჰოროსკოპი და ჟურნალი შენი ჰოროსკოპი ორივე გაყიდვაშია მთელი რესპუბლიკის ფარგლებში, მაგრამ ნუ საუბრობდით ჩვენ ამაზე ადრეც რომ გარკვეულ საუთარს აქ ადგილი და რატომაც ყველგან არ გამოაქვთ, თუმცა ყველგან არის მიტანილი, მაგრამ არ ვიცი რატომაც არ გამოაქვთ და არ ვიცი რა ასემსახურება ეს ზოგიერთის მიზანი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ესე იგი გინდათ რომ სახლში მოტანეთ მოგემსახურონ, მაშინ შეეხმიანეთ ტელეფონის ნომრით 597 1599 ვიმეორებ 597 1599 და ამ ლიტერატურას მიიღებთ სახლში მიტანით. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, ესე იგი ჩვენ შევჩერდით 5
ივნისზე ეს არის ხუთშაბათი დღე. აქ ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი დღის 12 საათიდან 10 წუთიდან 12 საათამდე 38 წუთამდე გასტოს იგი და აი ამ პერიოდში ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება ისევ გახდეს აქ მიზეზი არასასწორელი ტრავმებისა და ავარიების. საერთოდ მძღოლებს, ქვეითად მოსაურულებს ამ პერიოდში ისევ ჭირდებათ ორმაგი სიფრთხილე და ყურადღება მით უმეტეს საჭესთან თუ არიან ისინი. და ეს დღე შედარებით მშვიდი პოზიტიურია, განთავისუფლებით ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია ეს დღე საქმიანი წარმატებებისა და სასქესო პარტნიორული ურთიერთობებისთვისაც შესაძლებელი იქნება ძველი გააზრებული პოზიტიური ოღონდ იდეების რეალიზაცია და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად დაერთიანეთ გულახდილობას, მშვიდობიანობას, დიპლომატიურობას, კომპრომისების მიღწევის უნარს. შემოქმედებითი კუთხითაც პერიოდი ძალიან კარგია. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი. ოპერაციების ჩატარება ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ხუთშაბათს კარგია ეს დღე ვერძის, ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა პარასკევ დღეს, მოდით ავუშვათ, რომ ეს უკვე 6 ივნისია. აქ საინტერესო მოვლენა ხდება ცისკაბადონზე, რადგან სიყვარულის, ხელოვნების და ფინანსების გარკვეულწილად მმართველი პლანეტა ვენერა სწორედ 6 ივნისიდან 4 ივლისამდე გადამცლებს კუროს ზოდიაქოს ნიშანში. ძალიან უყვარს მას ყოფნა კუროში, ეს მისი საყვარელი ადგილია, მშობლიური ადგილია და იგი საუკეთესოდ სიბებს ავლენს. ამიტომ მოდით შემოკარგებო საუკეთესო დრო ყველასთვის სიყვარულისათვის. ეს მოვლენა ხელში უწყობს ამ პერიოდში სასქესო პარტნიორულ ურთიერთობების სტაბილურობას, ერთგულების ზრდას, სიფრთხილეს და წინდახედულობას, ტრადიციულობას, მესაკუთრეული ინსტინქტების გაძლიერებას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარს, ფინანსური ყნოსვის გამახვილებას ადამიანებში ამდროულად განავითარებს ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორც არის სიჯულტე, ზედმეტი პირდაპირობა. ფინანსურ წარმატებებს კი მეტად მიეცემა საშუალება განვითარებისა, ეს სფეროებში, როგორც არის საბანკო, ეკონომიკური სფერო, სამშენებლო, აგრობიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, ეკოლოგია, ხელოვნების ფართო სპექტრი, აქ წარმატებების ფაქტორი ფინანსური კულტურაც იქნება უფრო მეტი. ხოლო რაც შეეხება თვითონ დღეს პარასკევს შესაძლებელია კოლეგებმა არ მოინდომონ დახმარების გაწევა თქვენი ვალდებულებების შესრულებაში. იღავთ მისგან მიმართული, შესაძლებელი იქნება მშვენი საკითხების გადაჭრა. პარტნიორულ ურთიერთობებში კი ცოტა მოემატებს ილუზიების და საყვარელი ადამიანის ზედმეტად იდეალიზაციის ტენდენცია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ჩვევის ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები და კანი. ოპერაციების ჩატარება ორგანოთა მიმართებაში პარასკევს აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. დადებითია ეს დღე ტყუპების, მშვილდოსნის, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 7 ივნისს რაც შეეხება, ეს უკვე შაბათი დღეა, გეომაგნიტურია, ამიტომ ცოტა მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას თუ რაღაც თავის ტკივილი უგნებობა, დისკომფორტი გაქვთ, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება და შესაბამისი წამლების პროფილაქტიკით გამოიყვანეთ საკუთარი თავი ამ მდგომარეობიდან და ნუ რაფერს უნდა გეკმაოთ. თავისუფალი გრაფიკით იცხოვრეთ როგორც შაბათს, ასევე კვირას. კარგია შაბათი საჩუქრებისათვის, ქველმოქმედებისათვის, აკონტროლეთ ამავდროულად თქვენი ემოციები. და აღნიშნოთ ისიც, რომ მაგალითად სამკურნალო მცენარეების დარგვისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ყოველ შემთხვევაში დღეს აი ამ დღეს, შაბათ დღეს თქვენი ჩაფიქრებული გეგმები მოწმდებიან სამყაროს მიერ ქმედით უნარიანობაზე, რომელიც არ იქნება ესეთის ვერ განხორციელდება. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა, ცხადი ოპერაციების ჩატარება ორგანოთა მიმართებაში შაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, ყველაზე კარგია ეს დღე კერჩხების და თხისკას ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება კვირა დღეს, 8 ივნისია იგი, გავფრთხილდით ძვირფასეულობა, საკონტროლო ხასიათში ემოციაც, აგრესია, ამპარტაუნობა, სიჯულტე, სარკაზმი, ეჩვიანობა მოიმატებს ასევე კრეატიულობა, რომლის მეშვეობით შესაძლებს სხვების ადვილად დარწმუნებას თქვენ დავუშვათ თუნდაც იდეების მართებულობაში, სურვილების მართებულობაში, გარკვეულწილად სიბრძნის და ფარული ცოდნის მიღებისთვის დღე კარგია. და აღნიშნოთ ისიც, რომ აქ ალკოჰოლ სასმელებთან ვიყოთ ცოტა ფრთხილად. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა. ყველაზე კარგია შემდეგ კვირა კუროს და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს შემდეგ კვირის ზოგადი ტენდენციები. ეხლა მოდით აღნიშნოთ უკვე სხვა მშვენი მოვლენები, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი, ვისაც აქვთ კმების შეჭრა განზრახული. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს რამდენიმე დღე კარგი, მაგალითად 4 რიცხვი ივნისისა, კარგია 5
6 ივნისის დღეები და 8 ივნისი. აი ეს 4 დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ თმების შესაჩერებლად. რაც შეეხება ბიზნესს, დაუშვათ ფინანსებთან, ვისაც აქვს საქმე და შემდგომ, მათ საუბრობთ მოითამაშოთ, რომ 2-დან 6 ივნისის ჩათვლით. ეს პერიოდი კარგია მსხვილი საღირლებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. თანამშრომლობაც იქნება კარგი, მაგრამ უკვე 7-8 ვიღოთ ხილად აქ ისეთ რო უკვე დედამიწა ფრიად უარყოფით ნერვოველში გადადის და აქ ნუ გარისკავთ ფინანსური ხარჯის კუთხით. აქ არავით არის სესხის აღება, კრედიტის გაფორმება, უკვე ეს დღეები ამისთვის არ ვარგა და ყველა ფაქტი უნდა გადაამოწმოთ. არავის არ ენდოთ სიტყვაზე, მით უმეტეთ ბიზნეს და ფინანსებთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გადამოწმებული, აბსოლუტურად ყველაფერში ვიყოთ დარწმუნებული, რომ მე მოტყუებული არ აღმოჩნდეთ ან შეცდომა არ დავუშვათ. რაც შეეხება მოგზაურობას, მოდი ასე ვთქვათ, მაინც ეს თვე მთლიანობაში და მით უმეტეს უკვე შემდეგ კვირიდან მაინც არ არის სასურველი მგზავრობა მოგზაურობისთვის, ასე რომ განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, მით უმეტეს ახლა შორეულ მოგზაურობის გამომჯობესია თავი შევიკავოთ. მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, მოდუნების უფლება მაშინ არ გაქვთ, უნდა იყოს ძალიან ყურადღებით გზაში. რაც შეეხება მაგალითად 2-3-4 ივნისის დღეებს, აქ შეიძლება ასე თუ ისე კიდევ მოგზაურობა, თუმცა კარგად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ტექნიკური კუთხით მანქანა გამართულია და რამე სახის პრობლემა მას არ აქვს. ამასთან ერთად აქ მაგალითად უკვე 5-ს რაც შეეხება 5, 6, 7, 8 ივნისის დღეები, აი აქ მეტი სირთულეებია მოსულმელი. შეიძლება მანქანასაც, ტექნიკასაც რამე სახის პრობლემები შეექმნას, ან სხვადასხვა სახის წინააღმდეგობის წინაშე დადგეთ. ამიტომ ჯობია უფრო ადრე გახვიდეთ, რომ აი მე ძალიან არ დაგიგვიანდეთ ჩასვლა იმ ადგილზე, სადაც მიდიხართ, მოდი ასე ვთქვათ. ეცეთ არ დაარღვიოთ წესები, თორე აქ დაჯერებების ტენდენციაც მოიმატებს. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს, 2-დან 6 ივნისის ჩათვლით. აი კარგი დროა სასკოლო ურთიერთობებისთვის, თავგადასავლებისთვის, საოჯახო კონტაქტებისთვის. ძალიან კარგია ეს პერიოდი, სიყვარულისთვის მშვენიერია. აი 7-8 ივნისი ითხოვს ცოტა ყურადღებას. აი უცხო ადამიანებს სახლში ნუ შემოიყვანთ. და მით უმეტეს თქვენს კარგ ურთიერთობებს მათ წინაშე ნუ გამოავლენთ. ეს ძალიან გააღიზიანებს ზოგიერთს და მათი ცუდი თვალი კაცმარცის კიდევ რა ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს ურთიერთობებს შემდგომ, იმიტომ რომ მოშურნეების ბოღმიანი, შორიანი ადამიანების გაძლიერება მოსაოდნელი უკვე 7 ივნისიდან. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, ზოგიერთი თქვენი ვაიმეგობარიც კი შეიძლება გახდეს შემდგომ თქვენი პირადი ურთიერთობების გრევის ერთ-ერთი წინაპირობა და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ხვდები ამ ამბავს, როცა მე ვიყვები ან ამ ამბავს, რომ აი ჩემო საუკეთესო მეგობარმა წამართმა ქმარი, მეუღლე დაუშვათ იქ სასკოლო პარტნიორი და ასე შემდგომ. და სხვა შორის ამბობ ხანს ეს კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. აი ეს დღეებში აი ეს ტენდენციები აქ თვალში საცემი იქნება. ეხლა ვისაც აქვს განზრახული მკურნალობის დაწყება. ყველაზე კარგია თქვენთვის ამ კვირაში 3, 5 და 6 ივნისის დღეები მკურნალობის დასაწყება და უარყოფითი დღე არც ერთი არ გაქვთ. დარჩენი საშუალო. ამ დღეებში თუ არ ხერხდება, მაშინ დარჩენი ნებისმიერ დღე შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მკურნალობის დასაწყებად. რაც შეეხება სამსახურის შეცვლისთვის 3 ივნისი ყველაზე კარგია და არ ვარგა 4 და 5 ივნისის დღეები. დარჩენი დღეები საშუალოა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 2, 3, 4 და 6, ასევე 7 ივნისის დღეები. არ ვარგა 5 ივნისი. ქორწინებისთვის ყველაზე კარგია 2 და შემდგომ 7 ივნისის დღეები, არ ვარგა 4, 5, 6 ივნისის დღეები. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის 3, 4, 5 ივნისის დღეები გამოიყენეთ. თუმცა ცუდი არც ერთი არ არის. დარჩენი დღეები საშუალოა ამ კუთხით. მშენებლობის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგი 6 და 7 ივნისის დღეები და არ ვარგა 5 ივნისის დღე და ეს რიცხვიც. მსხვილი საღირლებისთვის 2, 5 და 8 ივნისის დღეები კარგია, 7 ივნისი არ ვარგა შაბათი. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს 2, 5, 7 რიცხვები კარგია, 4 ივნისის დღე არ ვარგა. ეხლა რაც შეეხება კიდევ სხვა მშენებლობებს, მოდი ავუშვათ, რომ ვისაც აქვს დაუშვათ განზრახული, აი ნუ ყოველ შემთხვევაში აქცევს ყურადღებას, ყოველ შემთხვევაში ჩვენს საფინანსო, მოდი ასე ვთქვათ,
მოვლენებს და საფინანსო რიტუალებს. აი მათ საყურადღებოდ მოდი დავუშვათ, რომ რა მოვლენები რომელ დღეებში მოიზიდავენ თქვენდავე ფინანსურ ეგრეგორ ენერგიას და გააძლიერებენ ფინანსურ შესაძლებლობებს თუ პირიქით განიზიდავენ. აი მაგალითად ხვალ 2 ივნისს ორშაბათს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, ინვესტიციების გაკეთება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. ეს მერე ორმაგ ხარს, ასე ვთქვათ, გამოიწვევს. 3 ივნისს სამშაბათს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ეს მერე გაზრდეს თქვენს ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ არ ვარგა 3-ში ვალის დაბრუნება, საიუველირო ნივთების შეძენა. 4 ივნისს 4 შაბათს კარგია კაპიტალ დაბრუნება, არ ვარგა ფულის ვალში გაცემა და აღება, კრედიტის გაფორმება და ინვესტიციების გაკეთება. 5 ივნისს კარგია საათის შეძენა, საკუთარი ფულის გადათვლა და ინვესტიციების გაკეთება, მაგრამ არ ვარგა სხვის საფულეში ჩახედვა. ეს თქვენი საფულედან წაიღებს მერე ზედმეტ თანხებს. 6 ივნისს ეს უკვე პარასკევი დღეა, აქ კარგია ვალის გასტუმრება და საათის შეძენა. 7 ივნისს კვირას კარგია ინვესტირება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება და სარკის შეძენა. 8 ივნისს კარგია ვალის დაბრუნება, ინვესტიციებიც შესაძლებელი აქვს და ამ მხრივ მოვიზიდავთ რასაკვირველია უფრო მეტად ამ თქვენს ეგრეგორს დადებით. რა შეეხება ანგელოზის საათს, ეს ის დროა ისეთ როცა შეიძლება ასე ვთქვათ ილოცოთ კიდეს და ვთხოვოთ პარველ ანგელოზს თუ რა გინდათ რომ მოხდეთ თქვენს ცხოვრებაში. თუ ლოცვა ადეკვატურია იმის რასაც იმსახურებთ, მაშინ ეს ყველაფერი აღიხდება. თუ არა და არა. ესე იგი ორში ხვალ ჩვენ ანგელოზის დრო გვეწყება დილის 9 საათზე 20 წუთზე 10 საათამდე დილის 5 წუთამდე გასტონს. შემდეგ უკვე 3-ში 11 საათიდან 15 წუთიდან აქ 11 საათამდე 57 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. შემდეგ უკვე 4-ში დილის 8 საათიდან 25 წუთიდან დილის 9 საათამდე 5 წუთამდე. 5-ში 11 საათიდან 34 წუთიდან დღის 12 საათამდე 18 წუთამდე. შემდეგ უკვე 6-ში დღის 11 საათიდან 25 წუთიდან 12 საათამდე 8 წუთამდე. შემდეგ უკვე 7-ში დილის 9 საათიდან 12 წუთიდან დილის 10 საათამდე. შემდეგ უკვე 8-ში დილის 10 საათიდან 22 წუთიდან 11 საათამდე, დილის 11 საათამდე 3 წუთამდე. ეს ანგელოზის დროა და მივაქციოთ მასაც ყურადღება და ეხლა პირველ რიგში ავნიშნოთ კიდევ ერთი მშვენი საკითხი, მოგხსენებათ რომ მზე გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ პერიოდი რომელიც გასტონს 21 ყოველ შემთხვევაში ივლისამდე და უფრო ზუსტად რო ვთქვათ 22 ივლისამდე უკავშირდება სწორედ მზის გავლას ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, რაც ნიშნავს იმას, რომ ტყუპების ენერგია ხა პრევალირებს. ეს არის ტყუპების ზოდიაქოს დრო. და რას ნიშნავს ეს? რა ტენდენციების მომტანია იგი? მაგალითად, რაც შეეხება ფინანსებს. ეს სიტუაცია ფინანსებთან ამ პერიოდში ცოტა რთულია. ამიტომ მაინც დიდი იმედები მოგექნებათ, რომ დიდი შემოსავალი შემოვა. მაგრამ აი დამატებითი შემოსავლები კი შეიძლება ნახოთ და იყოს ასეთი საშუალება. ყოველ შემთხვევაში ზამშვანი აქ რა ფულის სწორი ყაერათიანი პრაგმატული ხარჯვა. უღარათო ხარჯვა გამოიწვევს დიდი თანხების დაკარგვას და მერე აქ პრობლემების შექმნას. და ამ მხრივ ცოტა ყურადღებით. ანუ უაზრო რაღაცებზე ზედმეტად ფულს დახარჯავთ. იმპულსურ მოდელს ვთქვათ, საყრილებს მოვერიდოთ. ცოტა ესეთი გონიერი ეკონომიის ფორმა უნდა მივცეთ ფულთან მიმართებაში ურთიერთობებს. რაც შეეხება მაგალითად საკურორტო რომანებს, სასკოარულო კონტაქტებს და შემდგომ, მოდი ამშვათ რომ აქ თუ არ აკავთ ოჯახი, ამ კუთხით ეს პერიოდი ცუდი არ არის, უდავოდ, მაგრამ ამავდროულად გაითვალისწინეთ რომ ასე ვთქვათ, ვისაც ოჯახი ყავს, აი მათთვის არანაირი საკურორტო რომანი აქ არ შეიძლება და გამორიცხულია, იმიტომ რომ შეიძლება მერე ძალიან ცუდად დაგისრულდეთ. და ამ მხრივ ცოტა ყურადღებით და იჩქარებთ საერთოდ პარტნიორთან, იმიტომ რომ მაინც ვენერა კი გადადის ძალიან სტაბილურ კურორტ ზოდიაქოში, მაგრამ ზე მაინც ჯერ ცოტა გაორებულ ტყუპებში, ამიტომ შეიძლება ახლა მოგწონდეს ადამიანი და მერე ერთ კვირის მერე აღარ მოგიწონოთ. ამიტომ იჩქარებთ აქ დასკვნების გაკეთებას, დაჩქარებით დასკვნებს და ამ შემდგომ. რაც შეეხება აი მაგალითად საოჯახო ურთიერთობებს,
აქაც გარკვეული სიმშვიდე არ იქნება ბოლომდე, დასგორებული, რომ ივნისი თვითონ რთული პერიოდია, აი სოციალურმა დაძაბულობამ შეიძლება გარკვეულწილად თქვენს ურთიერთობებზეც სიმოქმედოს. გარკვეულწილად. ყოველ შემთხვევაში თქვენ უკვე გაფრთხილებული ხართ, შეერაღებული ხართ, ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად თავდაჭერა, მოთმინება, დიპლომატია, კომპრომისები გამოიყენოთ ერთმანეთთან, მიმართება შეთა რაღაც სისულელებზე, წვრილმანებზე კომპლექტში არ შეხვიდეთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ახლა რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს, მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ ქრონიკულმა დაავადებებმა, ზოგჯერ აი ტემპერატურის ცვლილებებთან დაკავშირებით გაცვლებებმა ჯერ კიდევ შეიძლება იჩინონ თავი. თუმცა ეგზოტიკური საკვების, კერძების მისაღებად ეს პერიოდი მაინდამაინც არ არის კარგი. ამას შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. და საკუთარ სახლში სამხრეთი ნაწილი ახლა ყველაზე აქტივირებული პოზიტიური ენერგიით. ამიტომ სახლია თუ თქვენი ოთახია, ეს სამხრეთ ნაწილში ამ სახლის ამ ოთახისა მეტად იღავით ამ პერიოდში. აქედან მოდის უფრო სასიკეთო ენერგია. რაც შეეხება ვარჯიშებს კი, აი ამ სულის პერიოდი უდავოდ ძალიან კარგია. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, რამდენიც შესაძლებელია, ან გააღეთ კარგად ფანჯრები, რომ ბევრი ჰაერი შემოვიდეს და სეირნობა დაუშვათ ქუჩაში ძალიან კარგია. სხვადასხვა სახის თამაშები, ველოსიპედის გამოყენება, ეგ როლიკები იქნება ძალიან კარგი, ტრენაჟორები, ცურვა ამ ხრივად ძალიან კარგი პერიოდია, მოდი ასე ვთქვა, და სხვა შორის ჯგუფური კოლექტიური ვარჯიშებიც იქნება ძალიან კარგი. მათ შორის სპორტული ცეკვების ფორმითაც კი შეიძლება ეს იყოს ძალიან კარგი იქნება ამ ხრივ. კვებას მიაქცევთ რას ყველა ყურადღება, აუცილებლად ესე იგი აქ უკვე ბოსტნეული შემოდის წინა პლანზე. ხილი თავისთავად, ბოსტნეული, რაც შეიძლება მეტი, თევზეული და ზღვის პროდუქტები თავისთავად საკმაოდ წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ და რაც შეეხება ახლა სხვა მომენტებს, მაგალითად უმჯობესია უარი ვთქვათ ღორის ხორცს. აი ეს უკვე აქ არ იქნება სასურველი და მეტად მაგალითად ისეც აღვნიშნეთ, რომ ალკოჰოლიც ნაკლებად. ამ ხრივაც უკვე ყურადღებით და ტკბილეული სხვადასხვა სახის მაგალითად ნამცხრები და აი ამაზე ჯობია უკვე უარი ვთქვათ. აი ამ კუთხით ეს მაინც არ არის ორგანიზმისთვის და იმუნიტეტისთვის კარგი. ვისაც დავუშვათ რაღაც მგზავრობის ტენდენციები აქვს ამ პერიოდში, მაგალითად კორეა იქნება ძალიან კარგი, ეგვიპტე, ტაილანდი, ინდოეთი. აი აქ დიდ შთაბეჭდილებას მიიღოთ, მაგრამ ბრაზილიას და ურუგვაის ჯობია ახლა არ გავეკაროთ ამ ხრივ ეს პერიოდი მაინც სასიკეთო არ არის. ეს ის ტენდენციებია, რომელიც მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში და ამ ხრივაც ესე იგი ვიყოთ ყურადღები და ახლა მე მინდა ზოგადად კიდე რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ ივნისის შესახებ, ზოგადად ტენდენციები აუჩვენთ, მაგრამ ივნისში კიდევ რა არის საყურადღებო. პირველ რიგში მოითამაშოთ, რომ ესე იგი ვენერას გადასვლა კურო ზოდიაქოში აღვნიშნეთ 6 რიცხვში, ამიტომ სასკოარულო საქორწინო ურთიერთობების კუთხით თლიანად თვე კარგია. ამის გარდა 11-ში ჩვენ გვაქვს ეს 4-შაბათი დღეა 11 ივნის სავსე მთვარეობა, 25 ივნის ახალმთვარეობა, იცით რომ ეს ორი დღე ყოველთვის საკმაოდ რთული, დაძაბულია და ამ დღეებში არაფერი ახალი მნიშვნელობის არ ის არ დაიწყოთ. არავით არ პროვოკაციებს არ აყვეთ, არავით არ კონფლიქტები, მგზავრობაც არ იქნება სასურველი, მეტად ამ დღეებში ჯანმრთელობას გავფრთხილდეთ. ამის გარდა 9-ში გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური გადაასვლებს კერჩხების ზოდიაქოში 26 რიცხვამდე და 26 ივნისი გადავა უკვე ლომში. აი კერჩხების გადასვლა 9-დან 26-მდე გონებას მისცემს ძალიან კარგ სამწერლო და პოეტურ ელემენტებს ხასიათს. აქ შეიძლება ბევრი ესეთი შედევრი დაიწეროს გარკვეულწილად. გონება გახდება უფრო მშვიდი, უფრო დაკვირვებული, ემოციური კუთხითაც და ინტუიციური კუთხითაც გონებრივი ინტუიცია გაზლიერდება, აღარ იქნება ესეთ ზედაპირული, ცოტა კარაფშუთული, როგორც აქამდე იყო. ამ ხრივ ეს კარგია, ხოლო 26 რიცხვის მე, როცა იგი ლომში გადავა, მე უკვე მოიმატებს გონებაში კეთილშობილებას, სიყვარულისადმი, შვილებისადმი, განსაკუთრებული მიდრეკილებები და ასე შემდგომ ლიდერული თვისებები ეს ყველაფერი გაზლიერდება და ასე ვამბობთ, რომ 17-ში აი 17 ივნისს მარსი საქმიანობის მმართველი პლანეტა, რომელიც იქამდე არის ლომში და უფრო მეტად აღუევს აგრესიას, კონფლიქტებს და ასე შემდგომ, მათ შორის სასკოარულო კონფლიქტებს და 17 რიცხვიდან კი გადადის უკვე ქალწულის მშვიდ ნიშანში. რის შედეგად ნებისმიერ ადამიანის მოქმედება საქმე გახდება უფრო ორგანიზებული, დისციპლინირებული, უფრო მშვიდი, უფრო სტაბილური, უფრო პრაგმატულად
კარგად გააზრებული, აქ თითოეულ წრეულმაც უკვე ადამიანის საქმეში აქცევს ყურადღებას, უხალტურო მუშაობა წამოიწევს წინა პლანზე და არ ექნება უკვე სიზარმაცის ელემენტები, პასუხისმგებლობა მოემატებს საქმეებში და ეს 17 რიცხვიდან არის მოსალოდნელი. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი 17 მერე გაცლებთ პროეფექტურია. კიდევ ორი საკრალური განსაკუთრებული დღე გვაქვს. 21 აქ ჩვენი მზე გადადის კერჩხების ზოდიაქოში, ტოვებს რა ტყუპების ზოდიაქოს, ძალიან მშვენი პერიოდია, იმიტომ რომ იცვლება სტიქიები და კერჩხები შემოიტანს ემოციურობას, გნობიარობას, რომანტიულობას, ინტუიციას, ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, უფრო გაზრდის ინტერესს ოჯახისადმი, საინტერესო ურთიერთობებისადმი, სამშობლოს პატრიოტიზმს და მაგრამ მთავარი არის ის რატოა საკრალური, იმიტომ რომ 21-ში ჩვენ გვაქვს, ესე ვთქვათ, ზაფხულის მზე ბუდობა, ანუ ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. ამ დღეს იხსნება პორტალის სამყაროში 4-დან 1-1 და მოდის არანახულად ძლიერი და კარგი ენერგია. ამიტომ ამ პერიოდში ილოცეთ, დავუცეთ ყველა, რა შეიძლება პოზიტიური აზრები განავითარეთ და ჩაუთქვით სურვილები. 21 ამ ხრივ არ დავკარგოთ და კიდე ერთი თარიღი 10 რიცხვი ივნისისა, რა ხდება გამარჯვების პლანეტებით არის 1 წლით გადადის კერჩხების ზოდიაქოში. გერჩხებება მოდის თქვენი დრო. თქვენ თანდათან გახდებით 10 რიცხვის შემდგომ მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნების, ანუ შემდეგ აცემში უკვე ჩვენ ამ თემაზე უფრო ცლად ვისაუბრებთ, რას ნიშნავს იუპიტერის გადასვლა კერჩხების ზოდიაქოში თითოეული ზოდიაქოს ნიშნისათვის. ეს მოკლე ინფორმაცია იყო, რომელიც მე დღეს მინდოდა მომეწოდებინა თქვენთვის. ხვალდილი 11 საათზე ისევ შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განმეორებით, ასევე ხვალდილიდან ტელეიმედში 15 წუთი 8 კლია 9, შემდგომ უკვე გადავასრულებთ რადიო იმედში 10:20 წუთზე და შემდგომ შევხვდებით ერთმანეთს დილის 10 საათისთვის უკვე პოსტივის დილის გადაცემაში, ხუთშაბათს სხვაშორის დილით პოსტივიში შევხვდებით ერთმანეთს, ამის გარდა რადიო ფორტუნა ყოველ დილით ახლობით 15 წუთი 8 კლია 9 საათს 11-ს გასწვით ინფორმაციას მთელი კვირის და იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ, ჩემს მიერ გახმოვანებულს და ამავდროულად პარასკევს ჩვენ შუადღის გადაცემაში რუსთავი 2-ის ეთერში შევხვდებით კვლავ ერთმანეთს და ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, რასკველა ბეჭდვითი ორგანოების გაზრდიან ინფორმაცია, ჟურნალი თბილისელები, ორშაბათის ასევე გაზეთი ასეულადასავალი საათი ბეჭდება ასევე კვირის და თვის ასტროპროგნოზი, როდის იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და მედია წარმატებული. ეს კვირა ისევ მაინც მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველამ, თორემ მეორე ამის შემდეგი კვირიდან სირთულეები მოემატებიან. ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხების და ეს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ იდეები ჯობია რომ ამ კვირაში განვახორციელოთ ან დავასრულოთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ დღეს, ყოველივე კარგს, ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.